მოგესალმებით დილის რადიოს ეთერში სპორტის რუბრიკის დროა ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ქალთა და მამაკაცთა შორის თავისუფალ პირამიდაში სწორედ ვისაუბრებთ ზოგადად ბილიარდის განვითარებაზე და სწორედ ამ ღონისძიებაზე ჩვენი სტუმარი არის თემურ კახიძე აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი მოგესალმებით და პირველ რიგში რა თქმა უნდა გილოცავთ ასეთი რანგის ღონისძიების მასპინძლობას და მასპინძელი ქალაქის სტატუსის მოპოვებას აი სწორედ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ დავიწყოთ საუბარი როგორ მოიპოვა უკვე ბათუმმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის სტატუსი მადლობა მოწვევისათვის ხალხმოკლე პერიოდში უკვე მეორედ გეწვიეთ სტუმრად და მადლობთ რომ ცდილობთ პოპულარიზება გაუკეთოთ ამ ლამაზ სპორტის სახეობას როგორიც ბილიარდია წელს განსაზღვრული არ იყო რომ ბათუმს ემასპინძლა ევროპის ჩემპიონატისათვის ფაქტიურად ეგ საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო მიმართა ევროპის პირამიდის ფედერაციის ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანს და უნდა გამართულიყო ზაფხულში ბაქოში ეს ღონისძიება მაგრამ მოხდა ისე რომ რატომღაც თავი შეიკავა აზერბაიჯანმა ჩატარებისაგან მიზეზად დაასახელეს რომ მომავალი წლისთვის მათ ენიჭებათ სპორტის ქალაქის ბაქოს ენიჭება სპორტის ქალაქის სტატუსი ისევე როგორც ბათუმს ჰქონდა წლების განმავლობაში და საჭიროდ ჩათვალეს ეს ღონისძიება ჩაეტარებინათ მომავალი წლისთვის ამის შემდეგ ევროპის პირამიდის ფედერაცია წერილით მიმართა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სადაც თან შეფასება მისცეს 2024 ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს და შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობთ რომ ძალიან მაღალი შეფასება გვაქვს ისევე როგორც ფედერაციისაგან ევროპის ასევე ცალკეული ქვეყნების ფედერაციებისაგან და გამოთქვეს სურვილი რომ თუ შესაძლებლობა იქნებოდა და ნებას დაართავდა საქართველოს ხელისუფლება ეს ღონისძიება ისევ ჩატარებულიყო ქალაქ ბათუმში გუშინ გახდა ცნობილი ჩვენთვის გადაწყვეტილება სამინისტროსი მათ გადაწყვიტეს რომ გამომდინარე ჩვენი საქმიანობიდან ალბათ კიდევ ერთხელ გვანდეს ასეთ სერიოზული ღონისძიება და დაგვთანხმდნენ მის ჩატარებაზე აი კონკრეტული ვადები თუ არის ცნობილი როდის უნდა გაიმართოს კი ბატონო ვინაიდან აღნიშნული ღონისძიება მასშტაბურია და უნდა ჩატარდეს სპორტის სასახლეში და არა რომელიმე საბილიარდო კლუბში ან სხვა უფრო მცირე ფართობის მქონე შენობაში და სპორტის სასახლე კი ბევრი სექცია მუშაობს და დაკავებულია ივლისის შუა რიცხვებამდე, ამიტომ გადაწყდა ამ ღონისძიების ჩატარება 18-21 ივლისს. წერում 18-21 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს ამ დიდ მასშტაბურ ღონისძიებას. აი მაგალითად აი ამ ღონისძიების ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავავლებთ, თვალს აი რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა და დაახლოებით რამდენი სპორტსმენი? აი შარშან მაგალითად 14 ქვეყანა იყო და 104 სპორტსმენი. აი როგორც მასპინძელი ქვეყანა საქართველოს ამ შემთხვევაში აი დამატებითი კოტირება თუ ექნება ქვეყანას რომ უფრო მეტი სპორტსმენი წარადგინოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა, ჩვენთან ჩატარების ჩვენი მიზანი ეს არის სწორედ რომ ჩვენ არ ვიქნებით შეზღუდული მონაწილეების მხრივ, გასაგებია რომ დაბალი კვალიფიკაციის მოთამაშეებს არ დაუშვებთ ქვეყნის პრესტიჟია, ქვეყნის სახელით უნდა ითამაშონ, მაგრამ შეზღუდულნი არა ვარ და შევეცდებით რომ მაქსიმალურად ახალგაზრდა თაობაც და ყველა ის ვისაც ხელეწიფება და შეუძლია ამ ეტაპზე გამოავლინოს თავი, დაიშვება ამ ღონისძიებაზე. აი გასული სტუმრობისას თქვენ ისაუბრეთ პატარა სპორტსმენებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგავენ ამ სპორტის სახეობაში და არიან საკმაოდ პერსპექტიულებით და აი როგორც მახსოვს იყო მსგავსი პრეცედენტი რომ თქვენ და აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა სარგებლობაში გადაეცით ერთ-ერთ პატარა სპორტსმენს პრედატორის საბილიარდო კი აი სწორედ აი ახალ თაობაზე ვისაუბრეთ აი კონკრეტულად ამ სპორტსმენს რა мотиваცია მიცა ამ ყველაფერმა და ზოგადად უკვე აი მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ აი პატარა ბავშვებს რა мотиваციას აძლევს რომ პირველ რიგში გაიგონ ამ სპორტის სახეობის შესახებ და შემდეგ უკვე დაინტერესდნენ. კი ბატონო, სიამოვნებით კი პასუხებს დავიწყებ მაინც პირამიდით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოთამაშე ლევან კიკალიშვილი
პირამიდაში. პირამიდით იმიტომ ვიწყებ, რომ ეხლა ჯერ მასშტაბური ღონისძიება გველოდება წინ და მე მინდა რომ ლევანმა ძალები მოსინჯოს ევროპის ჩემპიონატებს გამონაკლის წესით დავუშვებთ მათ ჩვენი ფედერაციის პატრონაჟით. და ამას პლუს სექტემბერში მოლდოვაში, კიშინიოვში იგეგმება ასევე ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, სადაც ლევანი იქნება მონაწილე. просто გვაქვს ამის სურვილი, ვიწყებთ ახლა მოსაზრებელ ეტაპს. მე მგონი ახდა ჩვენი დიდი ხნის ოცნება და აჭარის სპორტის დეპარტამენტის დახმარებით შეგვეძლება მოვიწვიოთ მწვრთნელი, რომელიც იმუშავებს პერსონალურად ლევანთანაც და ნაკრების წევრებთან, აი ამ პირამიდისა და პულის განხრით. და ვცდილობთ, რომ ლევანი ნორმალურ კონდიციაში წადგება და წარადგენს ქვეყანას, რომ სხვა ფედერაციებს, ქვეყანაში ქვეყნის სხვა რეგიონულ ფედერაციებს ამას აქში არ აყავს წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი წარადგენს საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე კიშინიოვში. რაც შეეხება ალექსანდრე სოლომონის ახალგაზრდა სპორტსმენს, ის 13 წლის არის. ის პულის განხრით საქმიანობს, უფრო პულს თამაშობს. არც ერთი ვარჯიში არ ჩაუგდია, რაც ის კი მიიღო. მე მგონი ძინავს იმ გიასთან ერთად და ყოველდღე არის საბილიარდოში, ხელს ვიწყობს პირამიდის ხელმძღვანელობა საბილიარდო კლუბის, რომან უფასოთი ვარჯიშობს და აიმაღლოს კლასი. მასთან გვერდში უდგანან ჩვენი წამყვანი მობილიარდები და ავარჯიშებენ და მზადება მით უფრო სერიოზულად მიდის, რომ თქვენიც რომ ჩვენ შარშან გარდა ევროპის ჩემპიონატისა ჩავატარეთ პულში საერთაშორისო ტურნირი, სადაც საკმაოდ კარგი წარმომადგენლობა იყო. ჩვენ და გასახარად ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის პულის საბჭომ გადაწყვიტა აიმაღლებინა კატეგორია ჩვენი ტურნირის. წლის განმავლობაში ეს საბჭო ატარებს დაახლოებით 20-22 ტურნირს ევროპის მასშტაბით. აქედან 4 არის დასახელებით best of east, აღმოსავლეთის საუკეთესოები. ამ 4-თაგან ერთი წელს გავხდით ჩვენ ბრატისლავას ჩამოვართვით ეს ტიტული და გავიტანეთ ბათუმში და ბათუმის ტურნირის ექნება აბრევიატურა best of east, რაც გარდა იმისა, რომ კლასის ამაღლება ტურნირისა ასევე კარგი შემადგენლობა ძლიერი ჩამოვა, ქვეყნებიც მეტი იქნება და პლუს ამას best of east-ზე მინიჭებული ქულები ჩვენ შეგვეძლება ამ დანაგროვებული ქულებით, გვექნება თუ რა თქმა უნდა წარმატებას მივაღწევთ, გვექნება პრეტენზია იმისა, რომ შემდგომ best of east-ის ტურნირებზე მონაწილეობა მივიღოთ კვოტირების გარეშე, დამატებითი კვოტით და იქ საკმაოდ სერიოზულია საპრიზო ფონდები, ყველაფერი. ნახოთ. გვაქვს იმედი, რომ რაღაცას გავაკეთებთ და მივაღწევთ. აი, ცოტა ხნის წინ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ევროტური, სადაც საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ. აი, ამ ღონისძიების შესახებ მოგვიყევით, როგორ ჩაიარა პრაღაში ჩემპიონატმა და აი, როგორ იყო ზოგადად შედეგები და რამდენად კმაყოფილი ხართ უკვე ამ შედეგებით. რომ თქვა შედეგებით ყოფილი ვარ მეთქი არ მართალი, იმიტომ რომ როგორც ჩავედით მე ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციას, წარმომადგენელი ყავდა თელავიდან, საქართველოს ჩემპიონი ლაშა გიგაური, ასევე ყავდა წარმომადგენელი თბილისიდან გიორგი ჩეხაშვილი და ბათუმიდან. შეიძლება ვთქვათ, რომ ექსპერიმენტის სახით წავიყვანე ჩვენი მობილიარდე სენიორებს შორის იყო მინდა გავუსვა ხაზი 40 წლით წავიყვანეთ მანუჩარ მოწყობილი, რომლის პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან. არა მარტო ტურნირზე, საერთოდ ქვეყნიდან პირველი გასვლა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ მან პირველი ორი შეხვედრა მოიგო. მოხდა მე-16 ფინალში. მე-16 ფინალში უკვე მას აღარ იყო 2-0 იგებდა. 4 მოგებამდე იყო მე-16 ფინალი და სამწუხაროდ 4-3 წავაგეთ და სადღაც მან გაიყო მე-18-მე-19 ადგილები. სადაც 64 მონაწილე იყო, ესოდი შედეგი არ არის, მაგრამ შეიძლება და უკეთეს თამაში. ასევე გიგაურიც, რომელიც თამაშის კლასით და დონით მოიაზრებოდა ერთ-ერთ ფავორიტად, რატომღაც იმანაც წაიფორხილა და 4-3 წააგო მე-16 ფინალი. ასე რომ ვიბრძოლეთ, მაგრამ შედეგებით ვერ დავბრუნდით.
აი კიდევ ერთ ღონისძიებაზე ვისაუბროთ, რომელიც გასულ თვეს ჩატარდა, ეს იყო საქართველოს ვეტერანთა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობდნენ 60 წელს გადაცილებული სპორტსმენები და პირველი ადგილიც მოიპოვეთ ამ ღონისძიებაზე. აი როგორ შეაფასებთ ამ ღონისძიებას და მოგვიყევით უფრო მეტი. წლის ბოლო ჩემთვის განსაკუთრებით შედეგიანი იყო ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ვეტერანებს შორის. მოვიპოვე პირველი ადგილი, ოღონდ ამ პირველ ამ ჩემპიონობას ცოტა ახლდა ხინჯი იმ მხრივ, რომ ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია გასული წლის ჩემპიონს, საერთაშორისო კლასის სპორტად ოსტატს როსტომ მაჩაიძეს. თუმცა ეს ხინჯი ცოტა უფრო მოგვიანებით გამოვასწორეთ იანვრის თვეში 19-20 იანვარს თბილისმა უმასპინძლა ასევე საქართველოს ჩემპიონატს კომბინირებულ პირამიდაში, რომელიც ჩატარდა ერთ-ერთი სპონსორის პატრონაჟით, ეს იყო კით კლუბში თბილისში, სადაც უძლიერეს შემადგენლობა შეიკრიბა და მინდა გითხრათ, რომ იქ ფინალში სწორედ როსტომ მაჩაიძე დავამარცხე და დავამტკიცე, რომ ბათუმში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა შემთხვევითი არ იყო. აი ზოგადად ვისაუბროთ ბილიარდზე, ითვლება ერთ-ერთ პრესტიჟულ სპორტის სახეობას, ელიტური სპორტის სახეობა არის. აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებები იმართება კონკრეტულად ჩვენს ქალაქში, აი რა არის კიდევ უფრო მეტი საჭირო, რომ პირველ რიგში პოპულარული გახდეს, ახალი თაობა დაინტერესდეს და შემდეგ იგივე მწვრთნელებს და იგივე ფედერაციას ჰქონდეს უკეთესი არჩევანი, რომ უკვე ნიჭიერი ბავშვები ამოარჩიოს და წლების შემდეგ უკვე რაღაც არ იყოს დანაკლისი იმისა, რომ უფრო სასაკში არ ყავდეს ბევრი კარგი მოთამაშე. აი რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის? ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ. ბაზა და ინვენტარი. აჰა. ჩვენ ვართ მიკედლებული საბილიარდო კლუბ პირამიდას, სადაც ვარჯიშობენ ჩვენი ნაკრების წევრები. თავარი არის ფართობი, თითქმის ყველას ბათუმში ბუმია იცით მშენებლობის სპორტული ობიექტების, აი ახლა გუშინ გახდით დავესწარი ქართველი მოციგურავის გოგონას გურგენიძის სერიალს მესამე ადგილზე გავიდა მოკლე პროგრამაში რა ობიექტი აშენდა რა ობიექტი ისე იმის გვერდით შენდება საცურაოზე დიდი თანხა იხარჯება და მადლიერები ვიქნებით თუ მადლიერები არა ვართ მობილიარდები მადლიერები ვიქნებით თუ სადმე ერთი პატარა კუთხე არ ყოფნის თქვენ წეგან ზამეთ რომ პრესტიჟულში და ძვირი სპორტის სახეობაცა დარწმუნებული ვარ ეგ საკითხის მოგვარდება იმიტომ რომ მე პოლიტიზირების მომხრე არა ვარ სპორტის მაგრამ არ შემიძლია სადაც არ ვიქნები არ აღნიშნული როცა 12 წლიანი ჩემი ყოფნის პერიოდში ბილიარდის ფედერაციაში 800-900%-ად დაფინანსების მატება, არ შეიძლება უმადური იყო ეხლა თქვა რომ არ კეთდება არაფერი, ამისთვის უფლება არ აქვს. დღენახევარი დაჭირდა, გადაწახლა ეს წერილი მაქვს აქ ხელთ ევროპის პირამიდის ფედერაციის ეს წერილი რო წარმოადგინეს სამინისტროში, დღენახევარი დაჭირდა გადაწყვეტილების მიღებას. დაგიტოვებთ ამ წერილს, ინგლისური ენაზე არის. აღნიშნულია რომ ახალი ნიშა დაიდო ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისა პირამიდაში. ჯერ ხო ჩვენიერი პირობები ჩვენ სპორტის სასახლეში კი იცით რომ უნიკალური სპორტის სასახლეა. პირობები შეგვიქმნეს, ხელი შეგვიწყეს მაქსიმალურად ზაფხულია. ამ სპორტს ჭირდება ძალიან კარგი კონდიცირება თუ არ არის ზაფხულში მეტომეტეს ვერ ითამაშეს მოთამაშე გაუფლიანება ეს ხელსუშლის თამაში რაღაცა ერთი პრეტენზია არ ყოფილა ისე ჩაიარა და ძალიან მაღალი შეფასება მოგვცა ევროპის ფედერაციამ პირადად ბატონმა კოლცოვმა პრეზიდენტმა რომელიც ესწრებოდა ამ ღონისძიებას მიხარია რომ ღონისძიებას ესწრებოდა ეხანდელი სპორტის მინისტრით საქართველოს ბატონი შალვა გოგოლაძე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას რომ ყურადღება მოგვექცევა პირობები შეგვიქმნიან ჩვენ კიდე შრომა არ გვეზარება და შედეგებს დავდებთ წარმატებებს გისურვებთ როგორც ვისაუბრეთ ძალიან დატვირთული წელი გველოდება ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება და ერთ-ერთი მთავარი აი სწორედ მთავარ თემად ვახსენეთ რომ ევროპის
ჩემპიონატს უმასპინძლებს ბათუმი. წარმატებებს გისურვებს, მელოს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ევროპის ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის თავისუფალ პირამიდაში გაიმართება ზაფხულში. ტურნირი 2025 წლის ივლისში არის დაგეგმილი და ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ამის შესახებაც, გელოდებით უკვე ღონისძიების წინა და შემდეგ უკვე შეფასებისთვისაც. ჩვენი სტუმარი იყო თემურ ბახიძე, აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ.